ქართული ოცნების საერთაშორისო განაჩენი ასე აფასებს ოპოზიციის ალიანსი ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოქვეყნებულ ანგარიშს. ცხრა პარტიის ერთობა მიიჩნევს, რომ ივანიშვილის პარტიამ საგარეო ფლანგზე უმნიშვნელოვანესი მარცხი იწვნია. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რეჟიმის წარმომადგენლებს შესაძლოა პასუხისგება საერთაშორისო სასამართლოებში, მათ შორის ჰააგის ტრიბუნალზე მოუწიოთ. მათივე განცხადებით ეს მნიშვნელოვანია, რადგან კრიზისის განმუხტვას, ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად დამნაშავეთა პასუხისგებაც სჭირდება. ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნა, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, რეალურად არის საერთაშორისო განაჩენი ქართული ოცნებისთვის. მე ვფიქრობ, ამ დასკვნას ახლო მომავალში არ ექნება მხოლოდ გავლენა ბიზინა ივანიშვილზე ან მის მაღალჩინოსნებზე, ის რეალურად საფრთხეს წარმოადგენს რეჟიმის ვერტიკალში ჩართულ აქტიურ შუარგოლის მენეჯერებზეც, ან თუნდაც იმ დიდ ბიზნესის წარმომადგენლებზე, რომლებიც დღეს მდგომარეობითაც ხელს უმართავენ ბიზინა ივანიშვილის რეჟიმს და ამიტომ მე მოუწოდებ მათ, რომ ივანიშვილის იმედი რო ექნება, ქვეყნის ინტერესები თუ არ ადარდებთ, საკუთარი ინტერესებიდან მაინც უნდა ამოვიდნენ და დროულად უნდა გამოგცალონ რეჟიმს. ეს არის მართლაც რომ უპრეცედენტო დასკვნა, კიდევ ერთხელ ვმეორებ, ივანიშვილის ოცნების წინააღმდეგ, უკვე სახეზე გვაქვს კონკრეტული სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობაც უკვე მზადდება ფაქტობრივად, იმიტომ რომ ასეთი მექანიზმის ამოქმედების შემდგომ, როცა ხდება მიმართვა კონკრეტული ორგანოების მიმართ და საერთაშორისო სასამართლოს მიმართ, უკვე მე ხდება ხოლმე კონკრეტული საერთაშორისო სისხლისამართლის საქმეების აღძვრა, მათ შორის ტარგეტირებული სანქცირება ხდება ხოლმე იმ ადამიანებს, რომლებიც ამ უფლებების დარღვევაში იყვნენ. დამნაშავეები და რომლებიც იყვნენ მთავარი ამსრულებლები ამ დარღვევების და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს არის ივანიშვილის რეჟიმისთვის განაჩენი და 21 საუკუნეში კარგად ხედავთ, რომ საერთაშორისო კრიმინალი, საერთაშორისო დანაშაულები აბსოლუტურად არც ერთ აქტორს არ ეპატიება. ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოქვეყნებულ ანგარიშს დღეს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურნენ ლელო ძლიერ საქართველოში. სალომე სამადაშვილის თქმით, გუშინ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ ოცნების ყველა მსხვერპლს შესაძლებლობა მიეცა ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს შესაბამისი გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართოს. როდესაც ისტორია შეაფასებს ყველა იმ გადაწყვეტ მომენტს, რომელმაც ქართული ხალხი დაახლოვა გამარჯვებას რეჟიმზე 2026 წლის 12 მარტი შევა როგორც ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი გუშინდელი ანგარიშის შემდეგ. რეჟიმის ყველა მსხვერპლს ეძლევა შესაძლებლობა, რომ ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს მიმართოს შესაბამისი გამოძიების დაწყების მოთხოვნით და მე იმედი მაქვს, რომ ამ შესაძლებლობას გამოიყენებს საქართველოს ყველა ის მოქალაქე, რომელიც არის რეჟიმის სხვაერპლი. მოსკოვის მექანიზმის ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა პარტიაში გახარია საქართველოსთვის. გიგა ფარულოვან ბრიფინგზე თქვა, რომ დასკვნა ქვეყნისთვის უმძიმესია და ჟრიამულის საფუძველი არავის აქვს. მისივე თქმით, როგორც არ უნდა სცადონ ოცნების წევრებმა ანგარიშის გაუფასურება, ისინი პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერ სადგაექცევიან. 2022 წელი რუსეთი, 2023 წელი ბელარუსი, 2026 წელი საქართველო. ეს არის ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების წლები და ქვეყნები. ოჩახ ქართულ ოცნებას, მაგრამ დაგილაგებიათ ყველაფერი. მათ შორის დასკვნაში დადასტურებულია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური დევნა და შურისძიების მოტივით მასზე ფიზიკური თავდასხმა. არ მივმართავთ ოცნებას, მივმართავთ ოცნების სამომრჩევლებს. ერთადერთი, ვიზეც ოცნება ჯერ კიდევ რეაგირებს და ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ამ არაადეკვატურობის გაჩერება ხართ თქვენ. ამ ხელისუფლებით საქართველოს ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. კითხვა არის მხოლოდ ერთი, შევეგუებით თუ არა, რომ საქართველო იმავე სიაში დარჩეს, სადაც არიან რუსეთი და ბელარუსი. ქვეყნის ბედი ჯერ კიდევ შეიძლება შეიცვალოს. თემასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ქართულ ოცნებაში. კახაკალაძე დასკვნას სრულ ბოდვას უწოდებს. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს არა გარე დავალებების, არამედ საქართველოს ინტერესების შესაბამისად. ჩვენ გვთხოვენ იმას, რომ გავაუქმოთ ოჯახის ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი. ჩვენ გვთხოვენ იმას, რომ გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი, გვთხოვენ იმას, რომ გავაუქმოთ ამერიკული ფარა და ვიმოქმედოთ არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მათი სურვილების შესაბამისად. წარმოუდგენელია, ჩვენ ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ისე და ყველაფერს გააკეთებს ისე, რაც სჭირდება პირველ რიგში ჩვენ სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას და ქართულ ხალხს.
დასრულდა ის დრო, როდესაც გარედან მოდიოდა მითითებები, გარედან მოდიოდა დავალებები და თავჩაღუნული იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ეუთო მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოს მომზადებული ანგარიში 12 მარტს გამოაქვეყნა.